გამარჯობა. მე ვარ ანასტასია როსტომაშვილი, 10 წლის. დღეს დემეტრე მეორე თავდადებულის შესახებ მინდა გიამბოთ. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ დემეტრე მეორე ლაშა გიორგიშვილის შვილი, დავით ულუს შვილი, თამარ მეფის შვილთაშვილი გახლდათ. 1260 წელს დავით მეშვიდე, იგივე დავით ულუ, მონღოლებს აუჯანყდა. ამის გამო მონღოლებმა მისი მეუღლე გვანცა დედოფალი სიკვდილით დასაჯეს. გვანცა დედოფალი ღვთისმოშიში იყო. ყოველდღიურად ცდილობდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე და უფალს ავედრებდა თავის ჩვილს. მცირედ მორწმუნე დავითს კი ეკლესიაში სიარული არ უყვარდა. გული უფრო სანადიმოდ და სამღერლად მიუწევდა. დავით, როგორ იქცევი? ღმერთმა არ გიწყინოსო, აფრთხილებდა გვანცა დედოფალი. რა უნდა მიწყინოს? მეფე ვარ და მეფურად ვიქცევი. პასუხობდა დავითი. დავითს ეგონა უძლეველი იყო. მონღოლებს კაცი გაუგზავნა. თქვენ აღარ გემორჩილებით და თუ გინდათ ხმლით გავსწორდეთო. მონღოლებმა იწყინეს და დიდძალი ლაშქარი დაძრეს საქართველოსაკენ. დავითი მტერს ხმალამოღებული დაუხვდა, მაგრამ რას გახდებოდა ურიცხვ მტერთან? მტრებმა გვანცა დედოფალი და მისი შვილი შეიპყრეს და ყაინთან წაიყვანეს. ყაენმა დედოფალი წამებით მოაკვლევინა, ბავშვი კი დაიდო. დავითმა შინ დააბრუნა დემეტრე და აღსაზრდელად ტარსაი ჭორბელს ჩააბარა. ტარსაი ჭორბელი ჭკვიანი აღმზრდელი იყო. მის მიერ გამოწვრთნილ ყმაწვილებს ვერაფერს დაუწუნებდი. ვერც სრდილობას, ვერც ცოდნას, ვერც ძალღონესა და მოხერხებულებას. დემეტრეც სწორედ ასეთი გაიზარდა. მშვენიერი და მომხიბლავი ვაჟკაცი იყო. ზეპირად იცოდა ლოცვები და წმინდა წიგნები. დოღსა და ცხენბურთში ბადალი არ ყავდა. ქარვით დააგელვებდა თავის ბედაურს. 1271 წელს ტახტზე ავიდა 11 წლის უფლისწული დემეტრე მეორე. ანუ დემეტრე სულ პატარა 11 წლისა გამეფდა. მონღოლებმა მრჩევლად ისეთი კაცი დაუნიშნეს, რომელიც ძალიან ორპირი ადამიანი იყო. სახელად სადუნ მანკაბერდელი. სადუნი სატურნით დავიმახსოვრე. სადუნმა იმდენ იქნა დემეტრეს და თამარი მოიყვანა ცოლად. საბედნიეროდ მალე გარდაიცვალა და მის ადგილას მეფემ ტარსაი ჭორბელი დანიშნა. კაცი ერთგული და ქვეყნის მოყვარე. ობლობაში გაზრდილ მეფეს ქრივობლები და ღატაკები განსაკუთრებით ებრალებოდა. ის ღამით გადაიცმევდა ღარიბულ სამოსს, წვერს შეიღებავდა, გაიდებდა მხარზე ჯოხს და გადიოდა ქალაქის ქუჩებში სახედიალოდ. უნდოდა ახლოს გაეცნო ხალხის ცხოვრება, შეეტყო რა უჭირდათ, რას ფიქრობდნენ მეფესა და მის კარისკაცებზე. ფულით სავსე ქისები სულთან ჰქონდა და მანამ არ დაბრუნდებოდა შინ, ვიდრე გაჭირვებულებსა და ღატაკებს არ დაურიგებდა. მან სულ 29 წელი იცოცხლა, მაგრამ მაინც მოასწრო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება. მეფემ წამოიწყო დანგრეული ქვეყნის აღორძინება. ბარში აბრუნებდა მთაში გახიზნულ მოსახლეობას, აძლევდა სამოსახლოებს, გაჰყავდა გზები და სარწყავი არხები, აღადგენდა ხიდებს. ამ ჩვენს მეფეს ონზე მეტად მშენებლობა შესძლებიაო, ამბობდნენ ქართველები. ეკლესიებიც ააშენა. მაგალითად თბილისში მეტეხის დიდებული ტაძარი დემეტრე მეორის აგებულია. ქვეყანამ რომ სული მოითქვა და ფეხზე დადგა, სწორედ იმ დროს მოწმენდილცაზე მეხივით გავარდა ამბავი. დემეტრეს ყაენი იბარებსო, მონღოლთა ხელმწიფე. დემეტრეს იბარებდა, რათა
სიკვდილით დაესაჯა. ამას ყველა მიხვდა. რა თქმა უნდა, მიხვდა დემეტრეც. მაგრამ წარბიც არ შეუხრია. ალბათ გაინტერესებთ, რატომ განრისხდა ყაენი. საქმე ის არის, რომ ყაენს აუჯანყდა კარისკაცი, ბუღანოინი, რომელმაც ყაენის დამხობა გადაწყვიტა. დემეტრე იძულებული გახდა ბუღასთვის დაეჭირა მხარი, რადგან ბუღას შვილს ცოლად ჰყავდა დემეტრეს ასული რუსუდანი. ყაენმა ბუღასა და მის მომხრეებს თავები დააკრევინა, მხოლოდ დემეტრე იყო ცოცხალი. სწორედ ამიტომ დემეტრეს მოსწერა წერილი. საახალ წელზე იმზე მეწვიე, ერთად შევხვდეთ ახალ წელს. ვირეშმაკა, ჩაილაპარაკა დემეტრემ. მეფემ სამეფო დარბაზი მოიწვია. დარბაზმა მეფეს დამალვა ურჩია. დემეტრე მათ არ დაეთანხმა და გმირული გადაწყვეტილება მიიღო. ღვთის წინაშე არ ვიქნები მართალი, თუ ჩემი გულისათვის ქვეყანას გავწირავ, უნდა წავიდეო. დემეტრე გამოემშვიდობა თავის ოჯახს, ხალხს, ვეფხვით მოახტა ცხენს და ამაყად თავაწეული გაუდგა გზას. მას თან გაჰყვნენ ერისთავები უფლისწული დავითი, აბრაამ კათალიკოსი და მოსე მღვდელი. ქართველები მონღოლების სამფლობელოს რომ მიუახლოვდნენ, უზარმაზარ ლაშქარს გადააწყდნენ. უთლავი კბილებამდე შეიარაღებული, ცხენებსა და აქლემებზე ამხედრებული მეომრები საქართველოსკენ მოემართებოდნენ. ყაენს უფიქრია, დემეტრე არ მოდისო და ლაშქარი გამოუგზავნია ქვეყნის ასაოხრებლად. ყაენმა სასტიკად აწამა და ბნელ დილეგში ჩააგდო დემეტრე. შუაღამისას დემეტრესთან ორი ქართველი მივიდა. სველები მოუქვრთამეთ და ისე შემოვედითო. ყველაფერი მზად არის გასაქცევად. წამოყვევი და გაგიყვან სამშვიდობოს. თორემ ხვალ თავს მოგკვეთენო. მეფე სასტიკ უარზე დადგა. ჩემს გამო ქვეყანას ვერ დაუყუბავ. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ჩემს გაქცევას საქართველოს აოხრება მოჰყვესო. მეორე დილით დილეგიდან გამოიყვანეს მეფე და ხალხის წინაშე თავი მოჰკვეთეს. თავმოკვეთილი მეფე რამდენიმე დღეღამე დაუმარხავად ეგდო. მას გუშაგები იცავდნენ. ქართველებმა გუშაგები მოისყიდეს და მეფის სხედარი ღამით მოიპარეს. მეთევზის ურემზე დაასვენეს და ზედ თევზი დააყარეს, რომ არავის დაენახა. წამებული დემეტრე მეფე მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს. ეკლესია მის წმინდანად შერაცხა და თავდადებული უწოდა. დემეტრე მეორის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეიტყობთ წიგნიდან დემეტრე თავდადებული. ასევე წიგნიდან დიდი ქართველი მეფეები. მე კი შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით.